გამარჯობა ნიკოლოს სადემონსტრაციო ვიდეოს გამოგიგზავნი ახლა. ანუ მაგალითად ესეთი კომუნიკაცია გქონდა მომხმარებელთან რა. ეს იქნება ერთი შეკვეთის დამატების იმიტაცია. ანუ შევდივართ ჩვენს ვებსაიტზე, ანუ პროგრამაში, web app-ში. ვირჩევთ ერთი შეკვეთის დამატებას და აქ ვსვამთ ჩატს, რაც მივიღეთ, ასე ვთქვათ, Facebook-ში ან WhatsApp-ში ან სადაც მოხდა კომუნიკაცია მომხმარებელთან ან კლიენტთან. ვაწვევით AI-ს დამუშავებას და ესეთ ფანჯარას მივიღებთ, რომელიც შევსებული იქნება ტექსტიდან გამომდინარე. ან სახელი, ტელეფონი, მისამართი, რა პროდუქტია შეკვეთილი და კატეგორია. ავეჯის კატეგორია აქ არ გვაქვს, შესაბამისად დეკორია ირჩია ხა AI, მაგრამ ხელითაც შეგიძლია შეცვალო. ან სამომავლოდ თუ სპეციფიური საჭიროება გაქვთ, დავამატებთ შესაბამის კატეგორიას. წყარო ხელით არის მითითებული, იმიტომ რომ იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა რა წყაროდანაა, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ მესენჯერი იყო თქვა, ან WhatsApp-ი, ასე ვთქვათ. შემდეგ აქ სრული ფასი გექნება და კომენტარი და დრო. ესა. და ვაწვევით შეკვეთის შენახვას. შეკვეთა ემატება აქა. შემდეგ რაც შეგიძლია ქნა, ჯერ შეგიძლია რომ გახსნა. აქ იქნება რაღაც დეტალები, მაგალითად, როდის განახდა ბოლოს, ან როდის შეიქმნა. ასევე კლიენტის სახელი, ტელეფონი, ისევ შეკვეთის ნომერი შეგიძლია დაამატო. შეკვეთის ნომერი ID არის, მაგრამ შეგიძლია რომ შენი ტრეკინგი იქონდეს, ანუ შენით რო აღრიცხო ნომრები. ასევე იქნება ფასი მითითებული და ორიგინალი ტექსტი, საიდანაც ეს ყველაფერი ამოიღო. შემდეგ გაქვს ისევ პროდუქტი, რაოდენობა შეგიძლია აქ ისევ მივთითო, მაგრამ საჭიროება არ არის, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია რომ უფრო მოდიფიკაცია მოგინდეს ამის და მაგასაც შეძლებ. და შემდეგ უკვე ცვლი აქ თუ გინდა რომ შეცვალო. იდეაში აქ არანაირი ცვლების შეტანა არ გჭირდება, მაგრამ თუ საჭიროა შეგიძლია რომ გააკეთო და მაგალითად რადგანაც ეს შეკვეთა სავარაუდოდ მიღებულია, დავამატებთ სტატუსს მუშავდება. სახლის დეკორი დავტოვოთ როგორცაა და მენეჯერის სახელი არის პასუხისმგებელი პირი, ანუ ვინც მართავს ამ შეკვეთას. მაგალითად შეკვეთის მიმღები იყო თემო, შესაბამისად შეგვიძლია ჩავწეროთ თემო. ეს ტრეკინგიზაა ისე, ანუ თვალყური რო ადამიანი, მაგრამ აუცილებელი არაა ასე და ცვლილებს შეინახო. იქნება აქ, თუ გინდა სტატუსის შეცვლა, მე შეგიძლია შეცვალო აი ეს დასრულებული, გაუქმებული, ახალი, გააჩნია რა მდგომარეობაში, ახლა მუშავდებაში იყო. აქ ეხლა სხვა შეკვეთებიცაა დამატებული, ესეც მაგალითებია, მაგრამ შეგიძლია ანალიტიკაში გადახვიდე და დაათვალიერო სულ რამდენი შეკვეთა იყო და რამდენი იყო დასრულებული. დასრულებული ნიშნავს, რომ სტატუსი აქვს დასრულებული. შესაბამისად, ეხლა მაგალითად ჩვენი C-დან 2 შეკვეთაა დასრულებული. ერთი ახალია და 3 მუშავდება. შემდეგ წყაროებით გაქვს დალაგებული ინფორმაცია. ერთი არის ლარებში და მეორე არის რაოდენობებში. ასევე კატეგორიები გაქვს რაოდენობით და საუკეთესო კლიენტები, ანუ ყველაზე მეტად ვინც უკვეთავს. აქ ანუ თითო შეკვეთა შესაბამისად მონაცემები არაფერს არ მოგცემს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ იმ საშუალო ღირებულებით იქნება დალაგებული ინფორმაცია. გარდა ამისა, ბოლო შეკვეთებიც გაქვს, ანუ უკანასკნელი 5 შეკვეთა გამოჩნდება ხოლმე აქ. ასევე გაქვს არქივი. არქივში შეგიძლია ნახო უკვე ან შესრულებული, ან უბრალოდ დაარქივებული გააჩნია მიზეს შეკვეთები. დაარქივება ხდება შეკვეთების გვერდიდან, მაგალითად ეს შეკვეთა დასრულდა. შეიძლება ეს გაუქმდა. ასე ავირჩევთ ორს და ვაწვევით დაარქივებას. შესაბამისად გადავა არქივში და ეს მთავარი გვერდი გაიწმინდება. არქივში რო გადახვალ, შეგიძლია შემდეგ რომ ეს შეკვეთები წაშალო, მაგალითად. წავშალოთ ახლა. დაცვის მექანიზმი არის delete უნდა ჩაწერო, ანუ წაშლა. კარგი, ეს ასე. მეორე ფუნქცია რაც გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია, არის მასობრივი ატვირთვა. ანუ მაგალითად 3 შეკვეთა ერთდროულად გინდა რომ ჩასვა.
იდეაში მეტი შეიძლება, მაგრამ ეხლა სამი მაგალითი მოქვს. ამ ვაწვევებით ისევ შეგვეთის დამატებას, მაგრამ მასობრივად ვირტუალს ვირჩევთ Smart Chasm-მა, იმიტომ რომ ტექსტურად გვინდა, თუმცა Excel ფაილთან შეიძლება და ვაწვევით დამუშავებას. ხელოვნური ინტელექტი დაამუშავებს და აქ ამოგიგდებს ვალიდაციას. ანუ ვალიდურია როცა წერია, ნიშნავს რომ ყველა ის მნიშვნელოვანი ველი შეივსო, რაც საჭირო იყო. მცირე შესწორების ჩამატება აქაც შეგიძლია, მაგრამ ეხლა საჭიროება არ არის, რადგან სწორადაა ყველაფერი. ამის შემდეგ გაწვევი არჩეულის იმპორტს და იღებ ამ ფანჯარას, ანუ წარმატებით დამატებულს, ან თუ ვერ დამატდა, ან დუპლიკატია, ამ ყველაფერს დაგიწერს, მაგრამ ამჟამად ყველაფერი კარგადაა. და ეს სამი შეკვეთა გამოჩნდება აქ. შემდეგ უკვე ყველაფერი იგივენაირადაა, როგორც ერთი ცალის დამატებაში. გარდა ამისა, გვაქვს ახალი ფუნქცია Word-ში ექსპორტი, ეს კურიერებს რო დაეხმარო, იმისთვის, ანუ მაგალითად, მონიშნო გინდა რომ მაგალითად ხვალ აპირებ, რომ კურიერს გადასცე სამი შეკვეთა. შეგიძლია ამას დააწვე. სტიკერების კონფიგურაციაში გადაგიყვანს და სტიკერების კონფიგურაციას მოახდენ აქ. მაგალითად, მხოლოდ მონიშნული შეკვეთების გადაცემა გინდა კურიერისთვის. შეკვეთის თარიღი არ გინდა, ანავი გინდა გააჩნია. კომენტარი, ანუ ამ ყველაფრის ველების არჩევა შეგიძლია, საბეჭდი ველებია. ასევე შეგიძლია სტიკერების ოფციის არჩევა და სხვა ინფორმაციის, მაგალითად ემოჯები, ანუ ეგრეთ წოდებული სმაილები. ან ქვედა ბარათი არის Excel-ის Word-ის ქვედა ბოლოში რო იყოს იგივე ინფორმაცია, რაც შეკვეთის თარიღია, გააჩნია რა, ზოგჯერ შეიძლება შეკვეთის თარიღი არ ეწეროს, ან როდის შემოვიდა შეკვეთა და შეგიძლია ავტომატურად მიანიჭო. ამ შემთხვევაში გვინდა, იმიტომ რომ ამას არ ვირჩევ. ასევე თავსარჩში შეგიძლია მიაწერო, რაც გაინტერესებს, მაგის მოდიფიკაცია შეიძლება. ეხლა ქვითარს ვაწერთ, ანუ დავაწვევით ექსპორტს, ამის შემდეგ გავხსნით, გადმოვა ეს ფაილი. და უნდა მიიღო წესით Word-ის ფაილი, რომელიც კურიერს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას რა, ანუ რა დეტალებიც სჭირდება მას მისატანად. ამას მე დაბეჭდავ და კურიერს შეუძლია რომ მიაკრას მაგალითად ამანაც, ან შეუძლია GPS-ს ჩაიდოს და იხელმძღვანელოს. გარდა ამისა გვაქვს Excel-ის ფუნქციაც. Excel-ის ფუნქცია არ არის იგივე დონის, რაც Word-ში ექსპორტისა, რადგან Word-ში ექსპორტი უფრო მოთხოვნადი იყო. ამიტომ Excel-ი საერთოდ ყველაფერს ამოიღებს, რაც მთავარ გვერდზეა რა. მაგრამ Excel-ის გამოსადეგია სამომავლოდ არჩეულები დაეექსპორტა. მოკლედ, ხო, რაც არჩეული იყო, ისინი დაეექსპორტა, მაგრამ შეგვიძლია ამ ფუნქციის განვითარებასაც ვაპირებთ მომავალში. ეს ინფორმაციაც სტატისტიკისთვის, ან ისევ ზოგიერთ შემთხვევაში ურჩევნიათ, რომ Excel-ში გადაიტანონ სტატისტიკისთვის შეგიძლია გამოიყენო, ან კურიერების ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის მისაწოდებლად. ფაქტიურად ეს არის და ეს კიდე ერთი ფუნქცია გვაქვს, უბრალო ფუნქცია, მაგრამ ამის რეჟიმი გვაქვს, ანუ სიგნალებში რო უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი და ინგლისური ენაც გვაქვს, თუ საჭიროა. ასევე არის ძიება, სტატუსებით ფილტრაცია, თარიღებით ფილტრაცია, ანუ ფილტრი და მასობრივი რედაქტირება, ანუ მაგალითად შეგიძლია სტატუსი შეცვალო მასიურად ან კატეგორიები, თუ მოდიფიცირება გინდა. ასევე კომფორტისთვის შეგიძლია შეცვალო სიმჭიდროვე, მაგალითად კომპაქტური, მოსახერხებელი და სვეტებში შეგიძლია ცვლილებების შეტანა. ეს არის და ეს ამჟამად. სამომავლოდ ვაპირებთ უფრო განვითარებასაც და უფრო მეტი ფუნქციის დამატებას, უბრალოდ გვჭირდება მომხმარებლები, აქტიური მომხმარებლები და მათგან მიღებული ინფორმაცია, რომ იმის მიხედვით დავამატოთ ფუნქციონალი, რაც მომხმარებლებს სჭირდებათ რეალურად და არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჩვენი ცოდნით, ასე ვთქვათ. ანუ ვაპირებთ განვითარებას, მაგრამ განვითარებისთვის გვჭირდება მომხმარებლები. ჯერჯერობით მომხმარებლები არ გვყავს. ანუ გავეშვით 5 დღის უკან. კონტაქტში ვართ ბევრ სავარაუდო მომხმარებელთან, მაგრამ წარმატებულად დახურული ჯერ არ გვაქვს ერთის გარდა, რომელიც დარეგისტრირდა, დავადასტურეთ რეგისტრაცია და ახლა უცდით მათ იმას onboarding-ს, ასე ვთქვათ რა.
გარდა ამისა, ისე ამას თუ დავარქივებთ, გამოჩნდება აქ არის ინსტრუქციები. პირველ შესვლაზე საერთოდ ფანჯარა ამოვარდება, რომელშიც უფრო დეტალური ინსტრუქციებია და იმის გამოყენებაც შეგიძლიათ. ანუ ყველაფერი ძალიან მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე და რაც თავარია, ვცდილობთ რომ ქართველი მომხმარებლებისთვის იყოს ყველაფერი შექმნილი, ანუ ქართული რეალობიდან გამომდინარე შევქმნათ აპლიკაცია და არა უცხოური ანალოგის კოპირება მოვახდინოთ, ანუ ასლის გადმოტანა რა. ესეთი API-ა მოკლედ ჩვენი order flow. იმედია მოგეწონება და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლია დაგვისვა შეკითხვები. მადლობა.